ჟოლოს გაშენება და პლანტაციის ეფექტური მართვა. თემა პირველი: კენკროვნები. სასწავლო კურსი მომზადებულია დიოკნისის სასოფლო-სამეურნეო მომსახურეობის ცენტრისა და ბიზნესის ხელშემწყობი ცენტრი ქუთაისის მიერ. სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის პროექტის ფარგლებში, კომპეტენციის ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების სისტემის მეშვეობით დაუცველი ახალგაზრდებისთვის. ამ მოდულში განვიხილავთ შემდეგ საკითხებს. რა არის კენკროვნები? რომელი პოპულარული კენკროვნები არის გავრცელებული საქართველოში? რა განაპირობებს მათ პოპულარობას? ყურადღებას გავამახვილებთ 4 ძირითად კომერციულ კენკროვანზე: ჟოლოზე, მარწყვზე, ლურჯ-მოცვსა და უეკლო მაყვალზე. მიმოვიხილავთ მათგან რომელი ჯიშებია გავრცელებული საქართველოში და როგორია მათი საშუალო მოსავლიანობა. განვიხილავთ თუ რა ფართობი უჭირავს დღეისთვის საქართველოში კენკროვნებს. განვიხილავთ რა როლს თამაშობს კენკროვნები მსოფლიო ვაჭრობაში. კენკროვანი მცენარე. კენკროვანი კულტურები განეკუთვნებიან ველურ და კულტურულ მრავალწლოვან მცენარეთა ჯგუფს. ესენია ბუჩქები, ნახევარბუჩქები, რომელთაც საჭმელად ვარგისი ნაყოფი, ეგრეთ წოდებული კენკრა აქვთ და ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში. არსებობს კენკროვნების 400-ზე მეტი სახეობა. ისინი გავრცელებულნი არიან ტროპიკული სარტყლიდან არქტიკულ სარტყლამდე. თვითონ კენკრა არის მცენარის მრავალთესლიანი, იშვიათად ერთთესლიანი ნაყოფი. ის არის პატარა რბილობი და ხშირად საკვებად ვარგისი ხილი. როგორც წესი, კენკრა არის წვნიანი, მომრგვალო ფორმის, ტკბილი, მჟავე ან მწყლარტე გემოთი. კენკროვნები იმით არიან ცნობილი, რომ შეიცავენ ადამიანის კვებისათვის მნიშვნელოვან ორგანულ მჟავებს, ფრუქტოზას, მინერალურ მარილებს, ვიტამინებსა და არომატულ ნივთიერებებს. არსებობს მომწამვლელი კენკროვნებიც. არიან ისეთებიც, რომლებიც დამწიფებამდე მომწამვლელია, ხოლო დამწიფების შემდეგ საკვებად ვარგისი. საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში გავრცელებული კენკროვნები. განვიხილოთ საქართველოში გავრცელებული პოპულარული კენკროვნები. მარწყვი ყველაზე პოპულარული და წარმოების მხრივ ყველაზე განვითარებული პროდუქტია. ჟოლო ასევე ყველაზე პოპულარული კენკროვანია, მას ფერმერები მოიწევენ. წითელი და შავი მოცხარი ასევე ძალზე პოპულარულია, მაგრამ მისი წარმოება ფართოდ არ არის გავრცელებული. ველური და უეკლო მაყვალი. ველური მაყვალი ყოველთვის პოპულარული იყო საქართველოში და მას ტრადიციულად სოფლისპირა ბუჩქნარებში ამჟამადაც აგროვებს მოსახლეობა. უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში შემოიტანეს მაღალპროდუქტიული უეკლო მაყვალის ჯიშები, რომელთა წარმოება კომერციულად მიმზიდველია და როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ფერმერები აქტიურად ნერგავენ ამ კულტურებს. ძალზე პოპულარული გახდა ლურჯი მოცვის გაშენება. ლურჯი მოცვი მაღალი ღირებულების მქონე საექსპორტო პროდუქტია. ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად ხორციელდება მისი გაშენების ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით. თუთა, რომელიც დასავლეთ საქართველოში ბჟოლის სახელით არის ცნობილი, საქართველოში 1000 წლეულების განმავლობაში მოჰყავდათ და საკვებად გამოყენების გარდა მისი ფოთლებიდან აბრეშუმის ჭია გამოჰყავდათ. თუთის წარმოებამ საქართველოში პიკს მიაღწია გასული საუკუნის 50-ან 60-იან წლებში, როცა კოლმეურნეობებსა და საბჭოთა მეურნეობებს გაშენებული ჰქონდათ თუთის ბაღები კოლხური აბრეშუმის საწარმოებისათვის აბრეშუმის ნედლეულის მიწოდების მიზნით. სხვა კენკროვნები: ხურტკმელი, ქაცვი, შავი მოცვი, გარეული ჟოლო, ცირცელი, კუნელი, ძახველი ტყის პროდუქტებია. ხურტკმელს, ცირცველს, კუნელს და ძახველს მოსახლეობა პერიოდულად აგროვებს საკუთარი მოხმარებისათვის. მათ არ აქვთ კომერციული ფუნქცია. უნდა აღინიშნოს, რომ ყურძენის კენკროვანთა ჯგუფს განეკუთვნება, მაგრამ ღვინის წარმოება სრულიად სხვა სფეროს განეკუთვნება. ყურძნის მოვლისა და ღვინის დაყენების ტრადიცია 3000 წლზე მეტხანს ითვლის. კენკროვნები კი ადრე მხოლოდ ნედლ საკვებად გამოიყენებოდა. კენკროვნებზე მაღალი მოთხოვნა მათი მოხმარების მრავალფეროვნებითაცაა განპირობებული. კენკროვანთა პოპულარობას განაპირობებს საკვებად მათი გამოყენების ნაირგვარობაც. მათი მირთმევა შესაძლებელია ნედლის სახით, ასევე მათგან ამზადებენ ჯემებსა და მურაბებს. ეს ოჯახური ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული საქართველოში და ბევრი ოჯახი დღესაც მისდევს ამ პროდუქტების დამზადებას. უცხოეთის ქვეყნებში ფართოდაა გავრცელებული კენკროვნების შოკური გაყინვა. ეს მეთოდი რამდენიმე თვის განმავლობაში უნარჩუნებს კენკრას საკვებ ღირებულებასა და გემურ თვისებებს. ხოლო ზამთარსა და ადრე გაზაფხულზე ამ პროდუქციის გაცილებით მაღალ ფასად რეალიზების საშუალებას იძლევა. საკონდიტრო წარმოებაში კენკროვნებზე მოთხოვნის ზრდა განპირობებულია იმით, რომ ისინი კარგი არომატიზატორები არიან და ამასთან საკონდიტრო ნაწარმის მნიშვნელოვან ინგრედიენტებს წარმოადგენენ. პოპულარობით სარგებლობს კენკროვნების ასორტი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს საკვებს. კენკროვნებს ფართოდ იყენებს ფარმაცევტული მრეწველობაც, სხვადასხვა პრეპარატების დასამზადებლად. მაგალითად, შავი მოცვისგან ამზადებენ სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებს.
მისი მოპოვების ძირითადი არეალი მთიანი აჭარაა. ასევე მას აგროვებენ ზემო იმერეთშიც. შავი მოცვი საექსპორტო პროდუქტია. ცოცხალი ჟოლო შაქარში ტრადიციულად გაციების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ საშუალებას წარმოადგენს და იგი აქტიურად გამოიყენება მოსახლეობაში. კენკროვნების გამრავლება და მოსავლიანობა. კენკროვანთა კომერციული მიზნით წარმოების ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი ისიცაა, რომ ისინი მრავალწლიანი კულტურებია, ადვილად და სწრაფად მრავლდებიან. მაგალითად, მარწყვი და ჟოლო უკვე მეორე წელს იძლევა კომერციულ მოსავალს, თუმცა ნაყოფს პირველივე წელს გვაძლევს. კენკროვანთა უმრავლესობის გამრავლება შესაძლებელია კალმით, გადაწვენით ბუჩქის დაყოფით, ამონაყარითა და ბრტყალით, რაც ვეგეტაციური პერიოდის სხვადასხვა ეტაპზე მისი გადარგვის საშუალებას იძლევა. კენკროვნებს კომერციულ მიმზიდველობას სცენს მაღალი მოსავლიანობას. სელექციონერების მიერ გამოყვანილი ახალი ჯიშები იძლევა დიდ მოსავალს და ფერმერებისთვის მომგებიანია მათი კულტივირება და მოყვანა. აღსანიშნავია ისიც, რომ უხმოსავლიანობის გარდა სელექციონერებმა ახალი ჯიშების გამოყვანით შეძლეს მოსავლიანობის პერიოდის გახანგრძლივება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსავლის მოწევის პიკურ პერიოდში პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად ეცემოდა მისი მალფუჭებადობის გამო. შესაბამისად საჭირო ხდებოდა პროდუქტის სწრაფი რეალიზაცია ან მისი დროული გადამუშავება. ქვემოთ მოყვანილია ზოგიერთი კენკროვნის საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა. მარწყვის საშუალო მოსავლიანობა აღწევს ჰექტარზე 13 ტონას, ხოლო ზოგი ჯიშისთვის სათბურის პირობებში მოსავლიანობის პერიოდი წელიწადში 8-9 თვის განმავლობაში გრძელდება. ჟოლოს მოსავალი ჯიშის მიხედვით ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობის შემთხვევაში მერყეობს 12 ტონიდან 22-25 ტონამდე. სელექციურად გამოყვანილი ორმოსავლიანი ჯიშები შემოდგომის პერიოდშიც იძლევიან მოსავალს. ადრე კი მოსავლის მოწევა მხოლოდ ზაფხულში იყო შესაძლებელი. ლურჯი მოცვი იძლევა ჰექტარზე 10 ტონაზე მეტ მოსავალს. უეკლო მაყვალიც უხმოსავლიანია. ზოგი სელექციური ჯიში ჰექტარზე 15 ტონაზე მეტ მოსავალს იძლევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჟოლოსა და უეკლო მაყვლის გაშენება და მოვლა ძირითადად ერთმანეთის მსგავსია, რაც ფერმერებს ამ კულტურების ერთდროულად მოყვანას და მოვლას უადვილებს. როგორც ვნახეთ, კენკროვნების მაღალი მოსავლიანობა, ადვილად გამრავლების უნარი და ბაზარზე მაღალი მოთხოვნა ამ 4 კენკროვნის პოპულარობისა და მისი ფართოდ კულტივირების საფუძველია. მოთხოვნა კენკროვნებზე. რა განაპირობებს მაღალ მოთხოვნებს კენკროვნებზე და რატომ არის მისი ფასი ბაზარზე სხვა კვების პროდუქტებთან შედარებით მაღალი? პირველი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ კენკროვნები გემოვნური თვისებებისა და ჯანსაღსაკვე პროდუქტად აღიარების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსახლეობაში. მეორე, კენკროვნების გადამუშავება ხდება როგორც ოჯახურ პირობებში, ისე ისინი გამოიყენება გადამამუშავებელ და ფარმაცევტულ მრეწველობაში. კენკროვანი კულტურების გადამუშავებისას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება განსაზღვრავს მომხმარებლისათვის განკუთვნილი მრავალფეროვანი პროდუქციის ასორტიმენტს, რაც თავის მხრივ ზრდის ამ პროდუქტების მოხმარების არეალს. კენკროვნები საქართველოში. საქართველოში კენკროვნების, განსაკუთრებით მარწყვის, ჟოლოს, უეკლო მაყვლისა და ლურჯი მოცვის გაშენებას ხელს უწყობს რამდენიმე ფაქტორი. ტრადიციულად კენკროვნები გამოიყენება როგორც პატარების, ისე დასრულების რაციონში. მსოფლიო მასშტაბით კენკროვნებზე მოთხოვნილების ზრდაა. საქართველოში კენკროვნების წარმოებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობების არსებობა, ზომიერი ზამთარი, ზღვის დონიდან სიმაღლეების განსხვავება, ხელსაყრელი ჰავა, მრავალფეროვანი ნიადაგები, ქვეყნის ხელსაყრელი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა. საქართველოსთვის ადვილად ხელმისაწვდომია ევროპის, დსთ-სა და აზიის ბაზრები. ევროპის ქვეყნებში კენკროვნებზე მოთხოვნა მაღალია, მაგრამ არსებობს ადგილობრივი წარმოება. რაც შეეხება არაბულ ქვეყნებს, იქ კენკროვნები ძალიან პოპულარულია, მაგრამ მათი წარმოება შედარებით ნაკლებადაა განვითარებული, თუ არ ჩავთვლით მარწყვის წარმოებას. ჩვენს ქვეყანაში ელექტროენერგიის, წყლისა და მუშახელის სიაფე განაპირობებს პროდუქციის შედარებით დაბალ თვითღირებულებას და შესაბამისად მის კონკურენტუნარიან ფასს. არსებობს კენკროვანი კულტურების განვითარების სახელმწიფო პროგრამები. კენკროვნები საქართველოში, ფართობები რეგიონების მიხედვით. რუქაზე საქართველოს რეგიონების მიხედვით მოცემულია 4 კენკროვნის, მარწყვის, ჟოლოს, ლურჯი მოცვისა და უეკლო მაყვლის ფართობები. მონაცემებში ასახული არ არის 2020-2021 წლის მაჩვენებლები, თუმცა 2022 წლისთვის ჯამური სურათი დაახლოებით იგივეა. კენკროვნების ჯამური ფართობის მიხედვით შიდა ქართლი და იმერეთი მოწინავე რეგიონებია. ამასთან მარწყვს თითქმის ფართობის ნახევარი უკავია, ხოლო ჟოლო ფართობის თვალსაზრისით რიგით მეორე ადგილზეა ამ რეგიონებში. მონაცემებით გინდება, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჭარბობს მარწყვის ნაკვეთები. მარწყვი მოჰყავთ როგორც ღია გრუნტზე, ისე სათბურებში. აღსანიშნავია, რომ სათბურებში მოყვანილი მაყვლის წილი საკმაოდ მაღალია. ლურჯი მოცვის წილი მაღალია სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში, რაც განპირობებულია შესაფერისი ნიადაგების არსებობით და კლიმატური პირობებით. ამ 4 კენკროვნიდან ჟოლოს წილი მაღალია იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. აღსანიშნავია, რომ ჟოლოს მოხმარება აჭარაში ტურისტულ სეზონზე მკვეთრად იზრდება. კენკროვნები საქართველოში, სეზონი, პოპულარული ჯიშები, მოსავლიანობა.
გვინდა წარმოგიდგინოთ 4 პოპულარული კენკროვნის მოსავლის მიღების დროის მონაკვეთები. მუქი ფერით აღნიშნულია მოსავლის პიკური პერიოდები. სადგურის პირობებში მარწყვის ზოგიერთი ჯიში საშუალებას იძლევა 8-9 თვის განმავლობაში მოგვცეს მოსავალი, ხოლო ჟოლოს რემონტატული ჯიშები საკამაო ხანგრძლივობის 2 მოსავლიან პერიოდს გვაძლევს. რაც შეეხება ლურჯ მოწვს, მისი მოსავლიანობა სხვადასხვა ჯიშის მიხედვით მაისის ბოლოდან იწყება და აგვისტოში მთავრდება. ასევე გვინდა გაგაცნოთ საქართველოში ბოლო წლებში ყველაზე გავრცელებული კენკროვანების ჯიშები და მათი საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა, რაც ჯერჯერობით მოწინავე ქვეყნებში არსებულ მოსავლიანობასთან შედარებით გაცილებით დაბალია. მოსალოდნელია, რომ მომავალში ქვეყანაში შემოვა ახალი, უფრო ეფექტური ჯიშები. ფართოდ დაინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და ადგილობრივი ფერმერები შეიძენენ მეტ გამოცდილებას, რაც დადებითად იმოქმედებს მოსავლიანობის ზრდაზე. კენკროვნების ბაზარი საქართველოში. საქართველოში კენკროვნების კულტივაციის ზრდას განაპირობებს როგორც შიდა ბაზრის მოთხოვნა, ისე საექსპორტო პოტენციალი. 4 ძირითადი კენკროვნიდან საქართველოდან დღემდე მხოლოდ ლურჯი მოთვის ექსპორტი ხორციელდება. კერძოდ 2021 წელს 660 ტონამდე ლურჯი და შავი მოცვი გავიდა საექსპორტო ბაზრებზე. მარწყვის, ჟოლო და უეკლო მაყვალი ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ზამთრის პერიოდში ჟოლოსა და განსაკუთრებით მარწყვის იმპორტი თურქეთიდან ხორციელდება. ზაფხულის ტურისტულ სეზონზე განსაკუთრებულად მიმზიდველია ჟოლო და უეკლო მაყვალი, რომელიც საქართველოში ჩამოსულ ტურისტთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს ხელს უწყობს ივლის-აგვისტოში, ჟოლოს პირველი მოსავლის პიკურ თვეებში ჟოლოს ნედლად რეალიზაციას. ამ პერიოდში ჟოლოს საცალო სარეალიზაციო ფასი 1 კილოგრამზე 7-9 ლარს შეადგენს, ხოლო ზაფხულის მეორე ნახევარში უეკლო მაყრის ფასი 6-8, ხოლო ლურჯი მოცვის კი 9-10 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება კენკროვნების ექსპორტს, აქ მოცვი და უეკლო მაყვალი განიხილება მთავარ კენკროვნებად, განსაკუთრებით საადრეო ჯიშები, რადგან საქართველოს კლიმატური პირობები მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში იძლევა პირველი მოსავლის აღების საშუალებას. მაშინ, როცა უკრაინის, ბელარუსიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველი მოსავლის მიღება 2 კვირის დაგვიანებით იწყება და ამ პერიოდამდე ევროპის ბაზარზე ნედლ მოწვზე, მაყვალზე და ჟოლოზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ფიქსირდება მაღალი სარეალიზაციო ფასები. ჟოლოსა და მაყვლის იმპორტი და ექსპორტი მსოფლიოში. ევროკავშირისა და ზოგადად მსოფლიოს ბაზრებზე 4 სახის კენკროვანზე, მარწყვზე, მოწვზე, ჟოლოზე და მაყვალზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება. კენკროვნებში მარწყვის ბაზარი არის და დარჩება ძირითადად ყველაზე მომწიფებულ და ჩამოყალიბებულ ბაზრად. მთელი წლის განმავლობაში მაღალია კარგი ხარისხის მოწვზე მოთხოვნა, განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ფასები ზამთრის პერიოდში. ჟოლო და უეკლო მაყვალი, როგორც ერთი კატეგორიის კენკროვნები, მსოფლიო ვაჭრობის სტატისტიკაში ერთად არის წარმოდგენილი. ჟოლოსა და მაყვლის გლობალური იმპორტი 2020 წელს წინა წელთან შედარებით 7%-ით გაიზარდა და 3.4 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჟოლოსა და მაყვლის მთავარ იმპორტიორთა შორის არიან შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატები 208.000 ტონა, გერმანია 42.000 ტონა, დიდი ბრიტანეთი 37.000 ტონა, ესპანეთი 35.000 ტონა, ნიდერლანდები 24.000 ტონა, კანადა 22.000 ტონა, საფრანგეთი 22.000 ტონა. ეს ქვეყნები ჯამში ჟოლოს და უეკლო მაყვლის მთლიანი იმპორტის 88%-ს ახდენენ. რაც შეეხება ჟოლოსა და მაყვლის მთავარ ექსპორტიორებს, 2020 წლის მონაცემებით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ: მექსიკა 95.000 ტონა, ესპანეთი 64.000 ტონა, ამერიკის შეერთებული შტატები 47.000 ტონა, მაროკო 36.000 ტონა, პორტუგალია 29.000 ტონა, ნიდერლანდები 24.000 ტონა. ეს ქვეყნები წარმოადგენენ ჟოლოსა და მაყვლის მთლიანი ექსპორტის დაახლოებით 89%-ს. რაც შეეხება უშუალოდ ევროპას, მესამე ქვეყნებიდან ევროპაში კენკროვანი კულტურების იმპორტი უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გაორმაგდა და კვლავაც განაგრძობს ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში კენკრის მრავალი სახეობა მოჰყავთ, აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება ევროპული წარმოების მასშტაბებს. ჟოლოს უდიდესი მწარმოებლები მსოფლიოში 1999-2021 წლებში. გვინდა გაგაცნოთ 1999-2021 წლებში მსოფლიოში ჟოლოს მწარმოებელი მოწინავე ქვეყნები. წარმოების ეს მოცულობა გულისხმობს როგორც შიდა მოხმარებას, ისე პროდუქციის ექსპორტს. პირველ ადგილზე მყოფი რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივად საკუთარი მოხმარებისთვის აწარმოებს ჟოლოს და მის ექსპორტს არ ეწევა. სერბიისა და პოლონეთის წარმოების მოცულობის ძირითადი ნაწილი რუსეთის მსგავსად ასევე შიდა ბაზარზეა გათვლილი. სასწავლო კურსი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში. კომპეტენციის ხელმისაწვდომობა დისტანციური სწავლების სისტემის მეშვეობით დაუცველი ახალგაზრდებისთვის.